გადაწყვეტილებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი. ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ასევე მიმდინარე კვირაში დაინიცირდება ფარას ამერიკული კანონი და კანონი მედიის შესახებ, რომელიც მამუკა მდინარაძის თქმით შეეხება ახალ ამბებს და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით. კიდევ ერთი კანონი, რომლის დაინიცირებასაც მმართველი პარტია გეგმავს, ეხება საჯარო სამსახურში მომუშავე პირებისთვის უცხოური წყაროებიდან დაფინანსების შეზღუდვას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე 2007 წლის აპრილის თვეში. მიმდინარე კვირაში ასევე დაინიცირდება ფარას ამერიკული კანონი, რომელთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და წინა პერიოდში საზოგადოებას ვაცნობთ, მედიის კანონი, რომელიც ძირითადად fake news-ებს შეეხება და იქნება ბრიტანული მოდელის პრინციპების გათვალისწინებით მიღებული, ასევე დარეგისტრირდება იმ კანონპროექტების პირველადი ვერსიები, რომლებიც შეეხება საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას, NGO-ების ამოღებას ყველა კანონიდან, სადაც მათ სავალდებულო მონაწილეობაზეა საუბარი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სიპების ხელმძღვანელობის დანიშვნის გამარტივებას, ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გამკაცრებას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრებას. ამ პროექტების საბოლოო მიღებამდე რჩება მინიმუმ თვენახევარი და შესაბამისად ამ ვადისა მოხდება საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების დეტალური დამუშავება ამ პერიოდის განმავლობაში.